ეს ხაშურია. ამ სახლში თემო ნადირაშვილის ოჯახი ცხოვრობს. რას უყურებ, მამა? პოლის უყურებს, პოლის. პოლის უყურე? მე მაყურებინებ, მამა? რაშევით, აბა როგორ? მამა, რას უყურებ, მონახე? ესა პოლი. პოლია? ეს არის 2007 წელი. 2007 წლის 20 მაისი. და აქ ვარ მე 17 წლის. და ზუსტად აი ამიდან რა, ამ ბანკეტიდან თვენახევარში ორ თვეში აი ზუსტად ამ ადგილზე სადაც ვდგავარ ვიჭიქი და გავხდით სუდად. ისევ მქონდა ესეთი დიდი ისინი რა, ნუ ახლა როგორც ვიცით ლიმფური კვანძები, მაგრამ მაშინ აქ ჩათვალეს რომ ეს იყო ჩიყვი. კურნალობთ ამ ყველაფერზე, თან პარალელურად ხედავთ რომ შედეგი არა გვაქვს არაფერი. და მივდივართ იმაში, რა ქვია, თბილისში. მას შემდეგ თემო ნადირაშვილი უკვე 8 წელია საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ირჩის. ავედით რა ონკოლოგიურ საავადმყოფოში, ისე დღეში ვიყავი, მისული ძლივს, მამაჩემ ამიყვანა მეოთხე სართულზე იმით, რა ქვია, თავის ხელით ას გადაკიდებული მიმიყვანა, ექიმამდეც ვეღარ მივედი ბოლოს, ისე დღეში ვიყავი რა, ჩავარდნილი. ეს არის ჩემი 5 წლის თავი ბანკეტის. და აქ მაქვს დამთავრებული 3 დღის დამთავრებული მაქვს გადასხმა. ნახე მამა. ეს რა არის? Spyman. როგორ თამაშობს Spyman-ი, მანახება? არა, ეს მანახე, ეს. გამოვიშ. როგორ დარბის, მამიკო. გაისროლა? მამას ერთადერთ. ერთი წუთით. ნუ წინიხარ. ჩემი ბავშვი 2007 წლიდან არასოდეს მიმიტოვებია. ყოველთვის ვათვალიერებ და თანდემაკ ჩანს. რომელ სურათში დასუსტებულია და რომელ სურათში მომატებულია. რომელ სურათშია დამატებული ვატარებ. აი ამას მე თბილისში დავდივარ. ყველგან ჩემი ბავშვი სურათია და ვერ მიდა. გამოკრულიც რო არის. როგორი წავედით და აი ასეთი წავედი. აი ეს არის გადაღებული ჩემს სექტანთან ერთად ისრაელში უკვე. კიდე იყო მე მგონი აქ ხო ის სურათი, სად არის? ბებო, სად არის ის სურათი? აი აგერ არის, ნახე? აი ეს არის. კუდარი ჩავედი რა ფაქტიურად. განსაცდელი, რომელსაც უფალი მოგივლენს ხო, უნდა შეხვდე ისეთი შემართებით, როგორი შემართებითაც შეიძლება რომ შეხვდე ადამიანმა რა. არა თუ ისე რომ დაწვედა სიო. მორჩა აქ დამთავრდა ყველაფერი. მამი, მოდი ერთი დოპინგი. მოდი. მაგრათა, მამა, ეგრა. ერთიცა, გეხვეწებ, ერთიცა რა, გეხვეწებ. ვაიმე რა თქვი, მამი. ისეთი რა ხედავ, ისეთი. მოგესალმებით რეალურ სივრცეში, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. სპეციალისტების პროგნოზით 2020 წლისთვის მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების რაოდენობა 2-ჯერ გაიზრდება. დღეს საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებებზე 33,000 ადამიანი მკურნალობს, ხოლო ყოველწლიურად ქვეყანაში 7,000 ახალი შემთხვევა აღირიცხება. ხვალ კიბოსთან ბრძოლის დღეა. დღეს ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომელიც უკვე 8 წელია ამ დაავადებას ებრძვის. თემო ნადირაშვილი, მე გთხოვთ მოგზაურდით მიკროფონთან. თემო, პირველ რიგში მე მაინტერესებს. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზაურდით ჩვენთან სტუდიაში, სხვათა შორის ტელევიზიაზეც არის გამოკრული თქვენი ფოტო. თემო, პირველ რიგში მაინტერესებს ამ წუთას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორია ექიმების პროგნოზი ამ წუთებისთვის. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის. ძალიან მოხარული ვარ არა მარტო მე, არამედ ის, ვინც ყოველ დღე უყურებს ჩემ ასეთ მდგომარეობას, ის ვინც გულს შემატკივრობს ყველგან და ყოველთვის სადაც არ მივდივარ. სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჩამოვედი ისრაელიდან და კომპიუტერის პასუხები ჩამოვიტანე ძალიან დადებითი და ძალიან კარგი. 22 კვანძიდან ერთი მაქვს დარჩენილი, ისიც ყველაზე დიდი, რომელიც იყო
დაყვანილი არის 1.8 მმ-მდე და კვანძი იყო 36 მმ-იანი. მე როგორც ვატყობ ძალიან კარგად ერგვევით დაავადებაში, ხო? ეს არის ჩემ დაავადებას რაც შეეხება, ვცდილობ რომ ყოველთვის აი საქმის კურსი იყოთ. ეს ეხმარება ადამიანს დაძლევაში, დაავადების დაძლევაში, როგორ ფიქრობთ? არა, სიმართლე გითხრა, ეხმარება, კი, ანუ მე ჩემ შემთხვევაში კი, იმიტომ რომ თავი პირველივე დღიდან დაწყებული. ნუ ახლა თავიდან რა თქმა უნდა ვერ აღვიქოვდი რადონესთან მქონდა საქმე, რადონის ძლიერი დაავადება იყო და როგორი მჭირდებოდა, ანუ ეტაპები გადასალახი იმისთვის, რომ დამეძლია ეს ავადმყოფობა, მაგრამ მე უკვე რა თქმა უნდა მიდიხარ ზრდაში და ითვალისწინებ და ხვდები თუ რამდენად სერიოზული არის ყველაფერი და ანუ ყოველთვის შემართებით იმ დღიდან მოყოლებული ექიმს მე ყოველთვის შეუბნებოდი ხოლმე რომ არაფერი არ დამიმართ. მე უნდა ვიცოდეს ყველაფერი აბსოლუტურად სისხლის ანალიზიდან დაწყებული ყველაფერი აბსოლუტურად თუ რა მოყვება შემდეგ კიდე ქიმიოთერაპიის კურსებს რა. როგორ გაიარეთ ეს გზა? საიდან დაიწყეთ და სად მიხვედით? ეს გზა დავიწყეთ ხაშურის თემა გასაგებია რომ თავიდან ეს იყო დიაგნოზი ჭიყვის. და შემდეგ არამიანცის კლინიკიდან ერთ-ერთმა პროფესორმა გამაგზავნა მიდითო ჩემი მეგობარი არისო ონკოლოგიის ცენტრშიო ბატონი კოტე მარდალეიშვილი და მივედით ბატონ კოტესთან შევედით და ხელი მოუკიდა მახსოვს ძალიან კარგად მახსოვს და თქვა რომ ეს არის ხოჭკინის ლიმფომა აუღეთ ბავშვს ანალიზი და დამიდასტურეთ ჩემი დასმული დიაგნოზი მართლაც გავიკეთეთ ციტოლოგიის ანალიზი და დადასტურდა ხოჭკინის ლიმფომა. კურნალობა დაიწყეთ საქართველოში თუ პირდაპირ გადაწყვეტეთ? საქართველოში დავიწყეთ მკურნალობა. ონკოლოგიის ცენტრში დავიწყეთ მკურნალობა. ჩემი მკურნალი ექიმი იყო თამარ მელქაძე. ძალიან შესანიშნავი არაჩვეულებრივი ადამიანი. დღესაც მეგობრობ, დღესაც მირეკავს როგორ არის ჩემი საქმეები აბსოლუტურად. ძალიან ახლო კარგი ურთიერთობა მაქვს. მე მაინტერესებს თქვენ თავად გადაწყვეტეთ მაინც წასულიყავით საზღვარგარეთ თუ იყო თქვა ასეთი შემოთავაზება და ექიმებმა გადაწყვეტეს რომ თქვენ გესაჭიროებოდათ თქვა საზღვარგარეთ წასვლა სამკურნალოდ. მკურნალობის შედეგად ისეთი შედეგი ვერ მივაცდივი მეორდებოდა და მეორდებოდა. ანუ ქიმიოთერაპიაში არის სქემები რა. იმ სქემები თითქმის რაც რისი გაკეთებაც შეიძლებოდა აბსოლუტურად ყველაფერი ჩატარდა საქართველოში. ანუ იმის იქით არის მე კიდე როგორც მე გავიგე შემდგომ არის კიდე ძლიერად დოზირებული ქიმიოთერაპიის კურსები რომელიც საქართველოში ასე ვთქვათ რა არ ვიცი კეთდება თუ არ კეთდება ვინმესთვის გაუკეთებია თუ არ გაუკეთებიათ მაგრამ მე მითხრეს რომ ეს საქართველოში არ კეთდება და მე უკვე მამამ ნახა ტელევიზორში რომ არის ასეთი კლინიკა ისრაელში სადაც ძლიერად შეუძლიათ ებრძოლონ ამ დაავადებას და გადავწყვიტეთ წავსულიყავით და ერთ კვირაში უკვე მოვემზადეთ ყველაფერი და წავედით ისრაელში. სხვაშორის აქვე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ. სპეციალისტები საერთოდ კიბოს თვლიან სოციალურ დაავადებად და საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძალიან დიდი ბოდიში შეიძლება არაკორექტულია შეკითხვა, მაგრამ როგორ მოიძიეთ ის თანხები, რომელიც დაგჭირდებოდათ ამ პრობლემის დასაძლევად? დავიწყოთ იქიდან რომ ეს თანხები ოჯახს რაც შეეძლო მამა დიდი ხანია რუსეთში დადის და ანუ ეს 6 წელი რაც საქართველოში ვიმკურნალე და მე 7 წელი რაც დაიწყო ნახევარი ვიმკურნალე საქართველოში საკუთარი ხარჯებით მაგრამ როცა უკვე შევეჩეხეთ ასე რომ ვთქვათ გრუვად იმას უკვე რეალურად ძალიან აი გამოუვალე იმას მდგომარეობას ანუ თანხა იყო არარეალურად ძალიან დიდი რა. ეს ცნობილია საერთოდ რომ ძალიან ძვირია ეს კურნალობა. და მე უკვე დავიწყეთ ჩემი მეგობრებიდან რა თქმა უნდა ყველა გვერდში დამიდგა და პირველ რიგში ჩემი ქალაქი სადაც მე ვცხოვრობ რა ხალხი აი არ ვიცი მთელი ქალაქი ფეხზე იდგა რომ მე წავსულიყავით და პირველ ეტაპზე შემიგროვდა ოჯახი გავყიდეთ თუ რამე იყო გასაყიდი ანუ ყველაფერი აბსოლუტურად ერთადერთი სახლი დარჩა და ისიც ბაბუამ ადრე ბავშვი შემეძინა თუ არა მაშინ უკვე ერთი წელი ასე რომ ვთქვათ არ გამიკეთებია ქიმიოთერაპია და დაიბადა თუ არა ბავშვი ბაბუამ გააფორმა სახლი პატარაზე. ხო და ის სანამ არ გახდება სრულწლოვანი იმ სახლს ხელს ვერავინ ვერ მოკიდებს და იმიტო ვერ გავყიდეთ. ბევრჯერ დადგა მაგის საკითხიც, მაგრამ ვერ. და $30,000 შემიგროვა შეგროვდა და ამ $30,000 პირველ ეტაპზე წავედი ისრაელში. მე ხო თქვენ მეგობრებს მინდა ვთხოვო
ვიპასუხოთ. პირველად რომელმა გაიგეთ, რომელმა თქვენგანმა გაიგო თემოს მდგომარეობის შესახებ? პირველად რა მოგახსენეთ, მაგრამ მე სულ რაღაც 3 თვეა რაც თემურს ვიცნობ და ძირითადი თანხა თემურის უკვე ამოწურული ქონდა, ყველა იმედი გადაწურული ქონდა, აღარ ქონდა ქიმიოთერაპიის თანხები ისრაელში სამკურნალოდ და უკვე იცოდა რომ 320,000 ევრო ჯდებოდა ეს და 2 ქიმიოთერაპიის თანხა შევაგროვეთ. მას შემდეგ ხდება აქციები პერიოდულად და ვაგროვებ ძალიან მცირე თანხებს, რომლებიც უკვე საკმარისი აღარ არის იმისთვის, რომ თემომ გაიკეთოს ოპერაცია. ვაწუხებთ ყველას, მაგრამ უკვე ყველა საჭირო რესურსი ჩვენ ამოვწურეთ. გასაგები, ანუ თემოს მეგობრები ძალიან დაეხმარნენ, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ არაერთი ესეთი შემთხვევა ყოფილა საქართველოში, როდესაც მეგობრები, ახლობლები, ნაცნობები დაირაზმებიან ხოლმე და თქვათ ტელევიზიები ძალიან ხშირად ეხმარებიან ასეთ შემთხვევაში ადამიანებს და ხდება ასეთი დახმარების თემა, მაგრამ ეს ალბათ პრობლემას ვერ გადაჭრის. მე მაინც ასე ვფიქრობ და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქ არიან, მე დარწმუნებული ვარ, რომ არიან მოწოდებული იმისთვის, რომ ადამიანებს საერთოდ აღარ დაჭირდეთ არსად წასვლა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდეს აქ. თემო, შენ როგორ ფიქრობ, შენ ძალიან ბევრი და ძალიან ესეთი დიდი გზა გაიარე და ძალიან ბევრ რაღაცას აწყდი ამ გზაზე. ნუ ყველაზე დიდი დისკომფორტი ალბათ არის ის, როდესაც კურნალობას შედეგი არ მოაქვს. და არა მარტო ეს პრობლემა, ანუ ბევრი პრობლემები არის, მაგრამ მე ვიტყვი ძირითადს მაინც. კი ბატონო, აუცილებლად. ძირითადი არის მაინც მედიკამენტები, მე როგორც ვფიქრობ. მედიკამენტები. შემდეგ არის ანუ აპარატურა. ანუ რო შედიხარ, ხო, არის მრავალპროფილური კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ არ არის პეტ-სიტის აპარატი საქართველოში. ყოველ შემთხვევაში რა მინდა იცინინო რომ თქვა, მე არ გამიკეთებია პეტ-სიტი. არსად არ მინახია რომ ყოფილიყოს საქართველოში, არც ერთ კლინიკაში არ მინახია. იმ პერიოდში არ იყო. ექიმები არაჩვეულებრივი მინდა აღვნიშნო, ელემენტარული ერთის შემოხედვით შეიძლება ადამიანს დაგაუწყოს ის თუ რა პრობლემა გვაქვს საერთოდ. მაგრამ სამწუხაროდ მარტო ეგ არ არის საკმარისი. თავისთავად ცხადია. რო შედიხარ ქიმიოთერაპიაზე, რო ჯდები ხო ისეთი ატმოსფერო უნდა დაგხვდეს თვითონ საავადმყოფოში, რომ შენ თვითონ გესიამოვნოს იქ ყოფნა ჯერ ისედაც ძალიან დიდ სტრესს გადადიხარ და ძალიან დიდი ასე ვთქვათ ტკივილი უნდა განიცადო და რო შედიხარ კიდე ასეთი რაღაც ხდება ხო? თემო, მე ერთადერთი ამ წუთასაც შემიძლია გითხრათ, ჯერ გილოცავთ იმას, რომ თქვენი დაავადება აშკარად უკან იხევს და ყველაფერი იქნება კარგად. მე დარწმუნებული ვარ რატომღაც და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრა უკვე იქნება გაცილებით უფრო უკეთესად თქვენთვისაც და რა თქმა უნდა, დარგისთვისაც. შეგიძლიათ დაიკავოთ ადგილი. მე ხო პირველ რიგში ბატონ დათო დაბაგას, ბატონ რემაღ ვამიჩამას, ბატონ გიორგი გაბუნიას თხოვ მოვიდნენ მიკროფონებთან. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. მე მინდა დავადასტურო უბრალოდ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ექიმის პროფესიის მიმართ და პირველი შეკითხვას. მაინც რაღაცა პრობლემები ვერ იჭრება საქართველოში და ადამიანებს უწევს საზღვარგარეთ გასვლა. ბატონ დათო, დავიწყოთ თქვენგან. მადლობთ მოწვევისთვის, მაგრამ აი ახლა ეს მაგალითი ვერ გამოდგება იმისათვის, რომ გავაანალიზოთ პრობლემა ჩვენს სფეროში. საქმე იმაშია, რომ ამ მონაყოლიდან ჩანს, რომ ძირითადი პრობლემა აღმოჩნდა ფული. ფული ზუსტადაც რომ პრობლემა არ აღმოჩნდა, ფული იშოვნა ადამიანმა, პაციენტმა და წავიდა. საქმე ის იყო, რომ მას არ ქონდა შედეგი აქ კურნალობის შემდეგ. არა, თუ შეადარებთ და თუ დათვლით, რა დაუჯდა მას 7 წლის განმავლობაში აქ კურნალობა და 7 თვეში მე როგორც მივხვდი ძალიან სხვადასხვა ისინი არა განზომილებებია. თემო, იქნებ უმჯობესია გამოხვიდეთ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გასცეთ მაინც. ისრაელში რა ჩაგიტარდა? ისრაელში დრო ჩავედით 50,000-ით გავიკეთე გამოკვლევები. კომპიუტერული ტომოგრაფია, პეტ-სიტი და პირველი გადასხმა. პირველი კურსი, ორდრიანი. ესე იგი, მაქსიმალურად, ხო? ძალიან რომ დავთვალოთ, ხო, ეს გამოკვლევები აქ დაუჯდებოდა $3,000. თქვენ გიდათ მითხრათ, რომ აქ კომპიუტერი არ არის, თუ რა? მე შემიძლია თქვა, რომ მინიმუმ 10 ადგილია, სადაც დაისმება ეს დიაგნოზი. სწორად, განისაზღვრება სტადია და ჩაუტარდება ქიმიოთერაპია, იმიტომ რომ ეს არც ჩვენი მიღწევა, იგივე როშის სწავლები იქნება თუ რომელიმე უცხოური კომპანიის იმავე ფასად იყიდება აქ, როგორც იქ.
ოღონდ ჩვენთან პრობლემა არის ფულის დეფიციტი, ხო? დღესდღეობით საყოველთაო სადაზღვევო პაკეტით შეუძლია მიიღოს 12,000 ლარი. და ის როდესაც დაიწყო თემურის პრობლემა, მაშინ საერთოდ არ არსებობდა ასეთი პროგრამა. ბატონ დათო, თქვენ დღევანდელი მდგომარეობით დიახ. ონკოლოგიაში კმაყოფილი ბრძანდებით? არა. აი მაშინ მაგ მიზეზებზე ვილაპარაკოთ. თქვენ რა მიგაჩნიათ თავარ მიზეზად? ახლა ის რომ დღეს ახლა სიტუაცია უკეთესია და თითოეულ პაციენტზე 12,000 ლარია განკუთვნილი, ეს ძალიან კარგია და უკეთესია, ვიდრე იყო, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით რითი ხართ თქვენ უკმაყოფილო? რას თვლით თავად პრობლემად? ჩვენ დავიწყეთ იქიდან, რომ არის განსხვავება აქ მომსახურებასა და იქ მომსახურებასა. კი ბატონო, ახლა გადავიდეთ უკვე პრობლემას. უნდა გავსავსუროთ ის ადგილი, სადაც არის ყველაზე კარგი. ეს არის დასავლეთი. ხო ეგრე? შარშან ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, რომელსაც ქვია, მე წამოვიღე კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია და ეს პირველად მოხდა ჩემ ცხოვრებაში 35 წელიწადია ამ სფეროში ვარ, რომ სახელმწიფო სტრუქტურიდან მივიღეთ დრაფტი, რომელზეც ჩვენი აზრი გამოვთქვით და გაუგზავნეთ და ახლა უახლოეს მომავალში მე მგონი კიდე იგეგმება შემდგომი განხილვა. აი რა პირველ ნაბიჯს გადადგამდით? პირველ ნაბიჯი თქვენ რომ დაგეწერათ ეს 5 წლიანი გეგმა, პირველს რას ჩაწერდით? მე არ დამიწერია, მაგრამ ჩემი პირველი შენიშვნა იყო ის, რომ აქ ყველაფერი კარგად წერია, მაგრამ შემსრულებელი უნდა იყოს აქ ის, ვინც არის დასავლეთში. ესა სპეციალისტი სამედიცინო ონკოლოგი. ანუ დღესდღეობით საქართველოში არის ქიმიოთერაპევტის ცნება. დასავლეთში კი სამედიცინო ონკოლოგი. რატო? რა განსხვავება? სამედიცინო ონკოლოგი ესა ისევ თერაპიული პროფილის ექიმი, რომელიც მონაწილეობს ონკოლოგიური პაციენტის დიაგნოსტირებაში, კურნალობაში იგულისხმება ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, გორმონოთერაპია და შემდგომი მისი მენეჯმენტი მის სიცოცხლის ბოლომდე. ქირურგს ხედავს პაციენტი ერთი კვირა, ორი კვირა. სხიურ თერაპევტს ერთი თვე, შეიძლება ორი თვე. დანარჩენი მას უწევს, ეს ქრონიკული დაავადებაა დღესდღეობით, ასე განიხილება. დღესდღეობით წარმატება მხოლოდ შესაძლებელია მულტიდისციპლინარული მიდგომით და ამის ინიციატორი და გამტარებელი ცხოვრებაში უნდა იყოს სამედიცინო ონკოლოგი. ასე ჩამოყალიბდა დასავლეთში. მადლობთ. ბატონო ამირან, რას გულისხმობს თქვენი პროგრამა 5 წლიანი და არის თუ არა სწორედ ამ დარგის ვიწრო სპეციალისტები გათვალისწინებული ამ პროგრამაში და თქვენი ხედვა როგორია? მადლობა მოწვევისთვის. ეს არ გახლავთ ახალი ველოსიპედი, თქვათ, პროგრამა, სტრატეგია და ასე შემდეგ. უბრალოდ მოგესალმებით ახლა აქ საზოგადოება გახლავთ ისეთი და ალბათ ვინც გვეყურებს ეს მათთვის უცხო არ არის, რომ ონკოლოგია გახლავთ მედიცინის ალბათ ერთ-ერთი იმ პირველ სამ პრობლემას შორის, რაც არსებობს საერთოდ მედიცინაში. და განსაკუთრებით ეს თემა ზოგადად არაგადამდები დაავადებების და მათ შორის აი ქრონიკული დაავადებები იქნა ნახსენები, განსაკუთრებით მაღალ რეგისტრში ავიდა 2011 წელს, როდესაც შედგა გაეროს ისტორიაში უპრეცედენტოდ მეორე ასეთი შემთხვევა გახდათ, როდესაც გაეროს უმაღლესმა სამიტმა მოისმინა და სპეციალური სხდომა მიუძღვნა არაგადამდებ ანუ ქრონიკულ დაავადებებს. და ეს არის ძირითადად 4 დაავადება, რომელზედაც მოდის სიკვდილობის მსოფლიოში 73% და ავადობის ტვირთის დაახლოებით 70% და ჩვენთან თქვათ ევროპაში ეს გახლავთ დაახლოებით 85%. ეს არის 4 დაავადება, ეს გახლავთ გულსიზრახო დაავადებები, შემდეგ მოდის მეორე, ეს გახლავთ სიმსივნური დაავადებები. აი ამას მიეძღვნა 2011 წელს გაეროს სამიტი და როგორც გითხარით ეს გახლავთ მეორედ გაეროს ისტორიაში და ეს სამიტი გახლავთ სწორედ ამასთან დაკავშირებული, რომ ეს ქრონიკული დაავადებების პრობლემა რაც შეიძლება მაღალ პოლიტიკურ, თქვათ, დღის წესრიგში დამდგარიყო. ამიტომ არის მოწოდება, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სტრატეგიული ხედვა
ახლა ჩვენ რო ვამბობთ დასავლეთი კი, მაგრამ იქაც ბევრი პრობლემა არსებობს ამ თვალსაზრისით და ბევრი თქვათ არის ძალიან დიდი მიღწევები, მაგრამ ეს დაავადებები ყველას აწუხებს. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ საქართველოსდან მიდის მართლმადყოფი და საქართველოში გვაქვს ჩვენ ეს პრობლემები. რა ხედვა, რა სტრატეგია? ეს გახლავთ 5 წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ თქვენ დღეს ციფრები ახსენეთ, რომ ყოველწლიურად თქვათ სოფლიოში იღუპება 8 მილიონამდე ადამიანი სიმსივნით, მათ შორის საქართველოში ჩვენ გვაქვს დაახლოებით 4,000-მდე სიკვდილის შემთხვევა ყოველწლიურად, 7,000 ახალი შემთხვევა, 30,000 ადამიანი მკურნალობს და ასე შემდეგ. დაახლოებით მე-13 ამ დაავადებისა არის თავიდან აცილებადი პროფილაქტიკის გზით. პრევენციები. ეს არის დიახ, ესა მე არ ვლაპარაკობ თქვათ ლიტონი ციფრებით, ეს გახლავთ მტკიცებულებაზე დაფუძნებული ციფრები, რომ 1/13 ამ თქვათ დაავადებისა არის თავიდან აცილებადი, თუ ჩვენ დროულად მივხედავთ ისეთ რისკ ფაქტორებს, როგორც არის თამბაქო, როგორც გახლავთ სიმსუქნე, როგორც გახლავთ ალკოჰოლის ჭარბი მიღება და კიდევ ბევრი რისკ ფაქტორები. ამიტომ ამ სტრატეგიაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ეგრეთ წოდებული პირველად პრევენციაზე ორიენტირება, შემდგომ ეგრეთ წოდებულ მეორად პრევენციაზე ორიენტირება, როცა ჩვენ ონკოლოგიური დაავადებები ძალიან ადრეულ ეტაპზე შეგვიძლია გამოვავლინოთ, თუ ამის იქნება შესაბამისი, ვთქვათ, ცოდნა, ნება და ვთქვათ, სისტემა მოწყობილი და თუ ამას ავლენ პირველ და მეორე სტადიაზე დღეს ძალიან ბევრი ონკოლოგიური დაავადება თითქმის სრულად ემორჩილება განკურნებას. და აქ არის ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა, რომ სამწუხაროდ საქართველოში ონკოლოგიური დაავადებათა თითქმის 57-60%-მდე ვლინდება მე-3 და მე-4 სტადიაზე, ანუ დაგვიანებული შემთხვევები. ამიტომ არის ამ სტრატეგიაში ხაზგასმული ეს სტრატეგია არაფერს არ გადაწყვეტავს, თუ არ იქნა, რაც ბატონმა დავითმა ბრძანა ეგრეთ წოდებული კომპლექსური მიდგომა. დღეს სახელმწიფო აფინანსებს მაგალითად გეტყვით მე სკრინინგს მთავარი 4 ონკოლოგიური დაავადების. ეს არის თქვათ ძუძუ, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, საშვილოსნოს პროსტატის და კოლორექტუმის და მოცვის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო იხდის ამის ფულს და იხდის სერიოზულ თანხას ამაში ყოველწლიურად, მოცვის მაჩვენებელი უკვე ეს პროგრამა მიდის დაახლოებით მართალია იზრდება მოცვის მაჩვენებელი, მაგრამ ჯერჯერობით 10%-ს ვერ ავწდით. ანუ სამიზნე პოპულაციის ეს არის, ანუ ნებაყოფლობით ადამიანები არ მიდიან, იმიტომ რომ არის ნაკლები ვთქვათ ამის ჩვენი ბრალია ეს რა თქმა უნდა, მემხედველობაში მაქვს მოსახლეობის ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის, ანუ პირველად ჯანდაცვა ვერ მუშაობს ისე როგორც საჭიროა ამ ადამიანებთან, მემხედველობაში მაქვს ოჯახის ექიმები, ვთქვათ პოლიკლინიკის ექიმები და ასე შემდეგ, რომ დროზე მოხდეს რეფერალი, დროზე აუხსნან ადამიანს, რომ ის თქვათ თუ გახლავთ ქალბატონი, თქვათ 40-დან 70 წლის ასაკამდე, რომ ის 2 წელიწადში ერთხელ უნდა მივიდეს და მამოგრაფია ჩაიტაროს, რომ ეს მისთვის უფასოა. თან გაფართოვდა ეს პროგრამა, რომ არა მარტო თბილისში ხელმისაწვდომი, არამედ საქართველოს დაახლოებით 16 რეგიონში და ასე შემდეგ. თქვენ ხო ახსენეთ სიტყვა სისტემა, მე მაინც მაინტერესებს ბატონი ილემას და ბატონი გიორგის მოსაზრებები. რა არის თქვენი ხედვით შესაძლებელი? მე პირადად გავეცანი ისევე როგორც ბევრი აკოფი ამ 5 წლიანი კიბოს კონტროლის გეგმას. ბევრამეში, აბსოლუტურად ბევრამეში ვეთანხმები მომწონს, მაგრამ მაქვს ჩემი მოსაზრებები ამის შესახებ შევატყობიეთ კიდევაც და იმედი მაქვს, კი, მოკლედ ვიტყვი, მაგრამ მე ერთი რამე მინდა ვთქვა, ბატონმა ამირანმა თქვა, რომ ძირითადი პრობლემა იგივე სკრინინგის არის მოცვადობა. ამ თემაზე ჩვენც ქონდა ლაპარაკი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ჯანდაცვაზე ერთ-ერთი დიდი მონაკვეთი არის სწორედ ჯანდაცვა და ონკოლოგიას ასევე დიდი თანხები აქვს გამოყოფილი. იგივე აი პრევენციის მხრივ არ მოხდა ბიუჯეტის ზრდა და შესაბამისად მოცვადობის გაზრდა თუ გვინდა ძალიან გაგვიჭირდება ეს ბიუჯეტის გაზრდის გარეშე. ბატონო, თქვენ როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ თქვენ და ყველა აქ დამსწრეს იმისათვის, რომ რეალურად აყენებთ ამ პრობლემას. იმიტომ რომ ეს რეალურად არის პრობლემა, ჩვენ ყველას გული შევტყივა და ყველას გვინდა აბსოლუტურად ეს დარგი, როგორც მთლიანად ზოგადად ჩვენი ქვეყანა წავიყვანოთ წინ და გახდეს მოწინავე, როგორც საქართველოს, ასევე ონკოლოგია ისეთივე მოწინავე იყოს.
როგორიც იყო თავის დროზე. შეიძლება სტატუსი დავიბრუნოთ და როგორ შეიძლება. სწორედ მან დავარ ჩვენ და ამისათვის თქვენ დიდი მადლობა ამ ყურადღების მიქცევით და რაღაც გარკვეული გეგმიური გაჭიმული დროში ნაბიჯებით ეს სავსებით რეალურია. როცა იქნება რამე კონკრეტული შემთხვევის გარჩევა დავუშვათ ერთ ადგილას არაეფექტური მკურნალობა იყოს სხვა ქვეყანას ეს არის ძალიან პროფესიონალურ სფეროში გასარჩევი, პროფესიონალთა შორის გასარჩევი. იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ფაქტია რომ კარგად არის ადამიანი და ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჩემო გემრიელს. ბატონობა მე მესმის თქვენი შენიშვნა, თუმცა ეს არ არის ერთი შემთხვევა. მე სულ მაინტერესებს აი ამდენი თანხა რომელიც გადის საქართველოსთან ავადმყოფის თქვათ სამკურნალოდ და ამას პლუს კიდევ იმ ადამიანის საცხოვრებელი ხარჯებიც ემატება, როცა ადამიანი მიყვება თავის პაციენტს. მაინტერესებს შეიძლება თუ არა რომ ყველანაირად ეს თანხა იყოს მობილიზებული საქართველოში და არ გაკეთდეს ისეთი საშუალებები რომ თუნდაც აი ამიერკავკასიის მასშტაბით სამკურნალოდ ჩამოდიოდნენ აქ და არ ხდებოდეს პირიქით. იმიტომ რომ თემოს შემთხვევა ეს არ არის ერთეული შემთხვევა. სახელმწიფო ხედვა აქ არის ესეთი და მე მგონი ძალიან სწორი. სახელმწიფო აფინანსებს მათ შორის ონკოლოგიაში უცხოეთში იმ მკურნალობას რომელიც საქართველოში არ ტარდება. ეს სავსებით სწორი მიდგომა. სახელმწიფო ოფიციალს. სხვაგანაც ასეა მე როგორ ხდები, ალბათ ეს საერთაშორისო ნორმა ალბათ. ამ შემთხვევაში თქვენ ძანებთ რომ მოდით ფულზე ნუ ვილაპარაკებთ და თქვენ ძანებთ აი ამდენი ფული რო გადის უცხოეთში. მოდით ეს თქვა თუ გადის უცხოეთში ფული, ის არ არის სახელმწიფო ფული. ის არის ამ კერძო ადამიანების მიერ ან ჯიბის, ან ეს სახელმწიფო ფული არ გადის ამ შემთხვევაში. მე სხვანაირად მინდა ჩემ ხედვა გითხრათ, რომ ონკოლოგია არის ჯერ პირველ რიგში თქვა, ეს არ არის სასიკვდილო დიაგნოზი. ეს უნდა ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ. ონკოლოგიური პათოლოგიით გამოწვეული სიკვდილობა არ არის პირველ ადგილზე საქართველოში. პირველ ადგილზე არის გულსიზრდე პათოლოგია და ამიტომ რატომღაც არის შიში ონკოლოგიის და იმის შიში არ არის. ეს გაუხსნელია, ჩემთვის ამას უნდა ვებრძოლოთ ყველა. ონკოლოგია უბრალოდ თვითონ ძვირადღირებული დარგია. ეს არ არის იაფი ნაწილი მედიცინის, ასე ვთქვათ. ამიტომ ყოველთვის მე ჩემი მოსაზრება მაქვს. მე ყოველთვის ხარს უჭერ ყველანაირ კერძო სტრუქტურების განვითარებას. სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება. მაგრამ მით უმეტეს იმ ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობას უჭირს, უნდა იყოს სახელმწიფო ხარდაჭერა. მე არ ვიძახი მთლიანი, მაგრამ ხარდაჭერა, რაც არის გამოხატული. აი რას გულისხმობთ სახელმწიფო ხარდაჭერაში და აქვე მარიამსაც ვკითხავ აუცილებლად. თქვენ აი როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა აკონტროლოს სახელმწიფო და რა მონაწილეობა უნდა მიიღოს, რა მექანიზმები უნდა არსებობდეს ამისთვის. ბატონ დავით სერგეენკოს ციტატას წავიკითხავ ერთს და აი შემდეგ გადავდივარ ამ შეკითხვაზე. ონკოლოგია განსაკუთრებით პრობლემური მიმართულებაა საქართველოს ჯანდაცვაში. დღეს ონკოლოგიაში არ გვაქვს არანაირი ობიექტური მონაცემი, რამდენად ეფექტურად იმართება ონკოლოგია. დღეს ეს სისტემა არ არის ორგანიზებული სისტემურად, არის დიფუზური, გაფანტული და თითოეული ექიმის დონეზე წყდება პაციენტის მოვლა. ეს არის მიუღებელი. ჩვენ დღეს არ ვიცით, კარგად კურნალობენ თუ ცუდად კურნალობენ ონკოლოგიურ დაავადებებს. ეს არის ზაფხულის შეფასება. აი, ამ ზაფხულის შეფასება. შეიცვალა რამე ზაფხულის შემდეგ, გაირკვა, დადგინდა უფრო მეტი ინფორმაცია. ზაფხულის შემდგომ ძალიან ბევრი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. დღეს რო ვთქვათ, რომ აგვისტოსთან შედარებით დღეს სერიოზული, კონკრეტული შედეგი გვაქვს მიღებული ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით, ნამდვილად არარეალური იქნება, რადგან ეს არის ძალიან კომპლექსური თემა და მოგახსენებთ 2013 წლის განმავლობაში და დღემდე რა განხორციელდა და რა მიმდინარეობს, რა პროცესები დაიწყო. აღინიშნა არაერთხელ, რომ ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა მეტნაკლებად მოგვარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და ეს იყო ალბათ პაციენტებისთვის და მოსახლეობისთვის ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერი, რომელიც მოიხსნა დღეს საქართველოში არსებული ონკოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით. მეორე საკითხი, რომელიც ასევე თქვათ მიმდინარეობს, აღინიშნა 5-წლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც შემუშავდა და სამუშაო ვერსია არსებობს. ეს იყო პირველი მცდელობა ეროვნულ დონეზე და ტექნიკური, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელობა ამ დოკუმენტის ეკუთვნის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ბატონი ამირანის ხელმძღვანელობით, რომ ერთიანად მოგვეყარა თავი, როგორც პროფილაქტიკური, ასევე დიაგნოსტიკური სამკურნალო და ასევე პალიატიური კომპონენტი, რომელიც უბრალოდ არ აღინიშნა დროის სიმცირის გამო იმ საერთაშორისო ნორმებთან მიმართებაში, რაც არის აღიარებული. მათ შორის არის სწორედ ხარისხის კონტროლის და სტანდარტიზაციის საკითხი, რომელიც ბატონი დავით სერგეენკოს ციტატაში გაჟღერდა. ეს გახლავთ არასტანდარტიზირებული, ჯერ კიდევ
ფრაგმენტულად მიმდინარე მკურნალობის თქვათ მიდგომები, რომელიც ნაწილობრივ ეხმიანება თანამედროვე მიდგომებს, მაგრამ უთყვეთი მონიტორინგი პაციენტის მდგომარეობის, ასევე ხარისხის კონტროლის ინდიკატორები, რამდენად სწორად მიმდინარეობს მკურნალობა, ერთიან სივრცეში მოყვანილი, აი თქვათ ხარისხის შეფასების მექანიზმები ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არის, მაგრამ ამასთან დაკავშირებით თქვენ გახსოვთ, რომ შემოდგომაზე ჩატარდა განხორციელდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ონკოლოგიური დაავადებების მართვის კუთხით, დანა ფარბერის ინსტიტუტი, რომელიც არის ჰარვარდის სამედიცინო სკოლასთან ასოცირებული. ეს გახლავთ პირველი ჩვენი წამყვანი პარტნიორი, რომელიც პედიატრიული ონკოლოგიის კუთხით გვეხმარება. ამასთანავე დეკემბერში მე პირადად მქონდა განმეორებითი ვიზიტი ბატონი დავითის ვიზიტის შემდგომ შეერთებულ შტატებში, შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების კიბოს ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელობას და არის საუბარი იმაზე, რომ არა მხოლოდ პედიატრიული ონკოლოგიის კუთხით, არამედ ზოგადად ონკოლოგიის კუთხით და კონკრეტულად ხარისხის კონტროლის მიმართებაში ჰარვარდის სამედიცინო სკოლასთან იქნება თანამშრომლობითი პროგრამა. ხარისხის კონტროლი ნიშნავს აუცილებლად, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს მობილიზებული ერთ სივრცეში, თუ არის საუბარი ნაციონალიზაციის ინტერესი ნამდვილად არ აქვს სახელმწიფოს საერთოდ ჰოსპიტალურ სექტორთან დაკავშირებით, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა დროებით და ამ ეტაპზე ყველაზე კარგი გამოსავალი იყო ისევ სახელმწიფოს აიღო თავის თავში, ესე ვთქვათ, მართვის ბერკეტები და მიმდინარეობს კომპლექსური რეფორმირება ონკოლოგიის ცენტრის, რომელიც ალბათ საბოლოოდ მულტიპროფილური კლინიკის სახით გახდება ეგრეთ წოდებული, ვთქვათ, მესამე დონის საავადმყოფო, სადაც უნდა მოხდეს მკურნალობის შედარებით მაღალი, ესე ვთქვათ, მიდგომების დანერგვა და უზრუნველყოფა. მე ძალიან მინდა საყოველთაო დაზღვევის აი ეს 12000 ლარის რაობა თქვათ გაუშიფროთ მაყურებლებს, თუ საქართველოში ვერ მკურნალობენ ამ დაავადებას. ამ შემთხვევაში რა ხდება ადამიანის? რაც შეეხება 12000 ლიმიტს, ეს გახლავთ აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარია და ასევე სხვა მიზნობრივი ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამების ფარგლებში, საპენსიო დაზღვევას ეხება ბავშვთა 6 წლამდე ესე ვთქვათ დაზღვევას. მათთვის გათვალისწინებულია 80%-იანი თანადაფინანსება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის კუთხით. ეს არ ეხება ქირურგიულ ჩარევას, რადგან გეგმიური ქირურგია ცალკე არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მას 15000-იანი ლიმიტი აქვს და ასევე თანადაფინანსება არის გათვალისწინებული ონკოქირურგიისთვის, თერაპია, რადიოთერაპია, ასევე ჰორმონალური თერაპიის კუთხით 12000 ლარის ლიმიტი 80%-იანი თანადაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან არის გარანტირებული აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის, ხოლო 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეს მკურნალობა არის უფასო. აი ახლა თემოს შეუძლია ამ თანხით ისარგებლოს. რა თქმა უნდა, თუ მას არ აქვს სხვა კერძო დაზღვევა. თქვენ სარგებლობთ რომელიმე დაზღვევა? სარგებლობთ, მიაწოდეთ მიკროფონი თუ შეიძლება. აი ეს ჯგუფის ანუ სარგებლობთ კერძო ინდივიდუალურად. მაგრამ სისხლის ანალიზის გარდა მე მით არაფერი არ გამიკეთებია, ჩემთვის არაფერი არ ერთი წელია ჰემაში ვკურნალობდით, არანაირი დაზღვევა, კერძო კლინიკა, ონკოლოგიურიდან გადმოვედით 6 წლის შემდეგ, ერთი წელი ვიმკურნალეთ ჰემაში. არანაირი დაზღვევა. ყველაფერი შეიძლება განმარტა. აი მეუბნევიან ეხლა და ვისმე რომ მაგას ქონდა 12000 ლარიანი დაზღვევა, მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამით. ეს მეგონი ახალ ეს არის თქვენ ასწავლეთ რომელი წლის ამბავშვებით? ერთი წლის წინ 2013 წლია, რაც უკვე ბავშვს უნდა გეეჭრათ მთავარი ვენა, რომ აღარ უკვე მიტყდებოდა, ხელი არ მოვაკიდინე, წავიყვანე თურქეთში, გაუკეთეს ბიოფსია. ბიოფსიის შემდეგ ბავშვმა არ იცოდა. ჰემაში როცა გადმოვიყვანე ის რომ ხოჩკინის ლიმფომით იყო, მაგრამ უკვე მე გაერქვა. რომ ამას სიმსივნეს შიდა მე ყველა ხმალავდი სახში მე ვარ ბებო მე ვიცოდი მარტო ბავშვი გერყვა როცა კომპიუტერში ჩაიხედა ყველაფერში გერყვა მე არაფრით არ ვიყავი დაფინანსებული აი ეხლა ვიცვე 2013 წლის 1 ივლისიდან შევიდა ეს პროგრამა ქალბატონო ძალაში ონკოლოგიის ესე ვთქვათ კომპონენტი და დღეს თუ კი თქვენ არ სარგებლობთ ამ პროგრამით გთხოვთ დარეგისტრირდეთ რეგისტრაცია გეგმიური მომსახურების დასაფინანსებლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში უნდა განხორციელდეს ძალიან მარტივი თანხმობის ფორმით ნებისმიერი კითხვა რომელიც შეიძლება გაჩნდეს თანადაფინანსებასთან დაკავშირებით გთხოვთ 15:05 ეს არის ცხელი
მთელი ხაზი სამინისტროსი გამოიყენეთ ეს მომსახურება, თუ კი ვერ გაგეცემათ პასუხი, ასევე არსებობს საყოველთაო ჯანდაცვის ფრონტ ოფისები, სადაც დეტალურად გაგცემენ პასუხს, თუ კი კიდევ დარჩება კითხვა გაუცემელი. რა მაინტერესებს? ამ თანხის გამოყენება მიიღებით ისარგებლოთ ჯანდაცვის სამინისტროში. ამ თანხის გამოყენება საზღვარგარეთ შეუძლია ადამიანს? არა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება მხოლოდ საქართველოში მოქმედ შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულებებში მისამართდება. საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გვაქვს ერთი, ესე ვთქვათ, ოქროს წესი შემუშავებული. არა მხოლოდ ონკოლოგიას ეხება, ეს ასევე სხვა პათოლოგიებს ეხება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლინიკური მდგომარეობის მკურნალობა არ არის შესაძლებელი საქართველოში, სტანდარტულად მაქსიმალური დაფინანსების ზღვარი არის 10,000 ევროს ეკვივალენტი, რომელსაც რეფერალური კომისია, ეს გახლავთ უწყებათა შორისი კომისია, ჯანდაცვის მინისტრის თავმჯდომარეობით, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ ესეთი გამონაკლისი მდგომარეობების შემთხვევაში, მათ შორის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, რომელიც მოგეხსენებათ, რომ ვერ ხორციელდება დღეისათვის საქართველოში, ამ შემთხვევაში 10,000 ევროს ლიმიტით ფინანსდება პაციენტი. მაგრამ ამისთვის არის საჭირო შესაბამისი ექსპერტების დასკვნა. ბატონინო, ეხლა რაც ცოტა შეცდომაში შეიძლება შევიდეთ, იმიტომ რომ თუ გავაანალიზებთ, რამდენი პაციენტი მიდის და რამდენი მკურნალობს ადგილზე, ძალიან დიდი სხვაობა იქ წასულები იქნება 0,0 რაღაცა პროცენტი. რა თქმა უნდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხვალზე უკვე აი ეს ქაღალდის აი ზედმეტი რაღაც პროცედურები და ბიუროკრატიული ისინი შეიძლება ამოვიღოთ აქედან და მივიღოთ ისეთი მომსახურება, ისეთი დონის, როგორც დავუშვათ უცხოეთის წამყვან კლინიკებშია, რომ პირდაპირ მოვა პაციენტი, მას შეუსრულდება მომსახურება და მერე კლინიკა ანაზღაურებას მიიღებს შესრულებული სამუშაოს მიხედვით. მე მგონი შორს არ არის ეს. ერთი სტანდარტი როცა ახსენეთ, მარიამ, თქვენ გულისხმობთ, რომ ამ შემთხვევაში კერძო სტრუქტურებშიც იგივე სტანდარტით უნდა ხდებოდეს. აი ამის კონტროლი როგორ შეიძლება რომ სახელმწიფო ეროვნული გაიგონები და პროტოკოლები, ეს არის თქვათ ისე ოქროს სტანდარტი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც ხორციელდება. ანუ ერთიანი მტკიცებულებაზე დაფუძნებული, საერთაშორისო უახლეს, ესე თქვათ, მიგნებებზე დაფუძნებული და რა თქმა უნდა საქართველოს რეალობასთან ადაპტირებული სტანდარტი, რომელიც იქნება ეროვნული რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული დაავადების შემთხვევაში დიაგნოსტიკა, მკურნალობა და შემდგომი, ესე თქვათ, მონიტორინგი პაციენტის. რაც შეეხება ზედამხედველობას, თუ როგორ განხორციელდება ეს სტანდარტი. ხარისხის მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს არა ინსპექტირებაზე და ასე თქვათ სანქციებზე დაფუძნებულ მექანიზმს, არამედ კლინიკურ აუდიტებს, მულტიდისციპლინარული, ესე თქვათ, დისკუსიების და კონსულტაციების მეთოდებს, შიდა ხარისხის კონტროლის მექანიზმებს და აკრედიტაციის სისტემა, რომელიც არ არის დამსჯელობითი, არამედ არის მიმართული კოლეგიალურ დახმარებაზე და ხარისხის ეტაპობრივ გაუმჯობესებაზე. ეს დასანერგი გვაქვს, ვიწყებთ ამ პროცესს დედათა და ბავშვთა სამსახურებიდან და ონკოლოგიაც იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ერთი რამე მინდა გითხრათ. იმდენად ძვირია ყველა სერვისი ონკოლოგიური, რომ საქართველოს ბიუჯეტი მაგას ვერ გაწვდება. ბიუჯეტს ყველამ თავის კერძო ფული რო დაამატოს, არც ის ეყოფა ონკოლოგიას. იმდენად ძვირია. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ განვითარებულ ქვეყნებზე, ევროპის თუ ამერიკის, მე ბედმა მარგუნა ისე, რომ 43 წელია ონკოქირურგი ვარ. ამ პერიოდში ნახევარი მუშაობდი საბჭოთა კავშირის დროს და მეორე ნახევარი უკვე სხვა ფორმაციაში პოლიტიკურში. ჩვენ ვითხოვთ დღეს აი ბატონი ამირიანისგან, ქალბატონ მარიამისგან იმის რამოდენიმე თვეში გაკეთებას, რაც 10 წლეულობით კეთდებოდა იმ ქვეყნებში. და მინდა გითხრათ, კიდე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. არ მინდა რომ თემამ და თემოს ნაცნობმა მომისმინა. დღეს ჩემი მეგობარი ჩამოიყვანეს გერმანიიდან ქიმიოთერაპიის შემდეგ დაუყო. მერწმუნეთ, ონკოლოგია ძალიან ძიმე დარგია და ითხოვს ვებერთელავს ხერხს. როგორც პოლიტიკოსებიდან, ისე ექიმებიდან. ძალიან დიდ ხერხს.
და აქვე მინდა დავამატო, რომ ჩვენი კოლეგები ცხოვრობენ ყველაზე ნაკლებს ყველა ექიმებში. ესეც ის მსხვერპლის ულუფა, რომელსაც ვიღებთ ჩვენ ონკოპაციენტების მკურნალობაში. ეხლა რაც შეეხება დოკუმენტს, ძალიან დიდი იმედი ჩამესახა. იმედი ჩამესახა, იმიტომ რომ იქ გაწერილი აბსოლუტურად ჭეშმარიტად სწორი. ყველა პუნქტუაცია მოითხოვს დამატებით სახსრებს. და ესე იგი მთავრობა გაზრდის ონკოლოგიის დაფინანსებას. აი ესაა თავი. ალბათ იძულებითი ნაბიჯი იყო, როდესაც განკერძობდა ონკოლოგიური სერვისები. მე სერვისებს ლაპარაკობს შენობებს და სამავთყოფოებს. რომ ეს არ მომხდარიყო, ჩვენ დღეს არ გვექნებოდა 5 ინოვაცია ჩვენ კლინიკას. ეს არის ხალხში გოჩაინგოროყვას კლინიკას ეძახიან და ისე მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკა. 5 ინოვაცია, რომელიც ამიერკავკასიაში კი არა, ტრაბზონდიდან როსტოვამდე არსად არ არის. ჩვენ არა ვართ ჩაკეტილი ჩვენს ნაჭუჭში. ჩვენ ფართედ თანამშრომლობთ ონკოლოგიურ ცენტრთან, ფართედ თანამშრომლობთ ბატონ კოტეს ცენტრთან, ბატონ დავითთან, ხო დღესდღეობით ბატონ დავითთან და ბატონ ემასთან ერთად 15 სამეცნიერო კვლევა მიდის მულტიცენტრული მსოფლიოზე. ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ მედიცინა მეცნიერების გარეშე უბრალოდ გამორიცხულია, ვერაფრით ვერ განვითარდება. ამიტომ ვწმუტავდი რომ ვიჯექი იქ გუშინდელ დღეს ვახასიათებთ. გუშინდელ დღეს ვახასიათებთ და ვითხოვთ ზეგინდელ შედეგს. არ შეიძლება ეს ონკოლოგიაში. და ბოლოს ვიტყვი რომ რაც შეეხება ონკოლოგიას და შიშს ონკოლოგიის მიმართ, ონკოლოგია გახლავთ მედიცინა მედიცინაში. როდესაც საპირწონეთ ონკოლოგიის უდებენ რომელიმე ერთი სისტემის დაავადებას, ეს არის აბსოლუტურად არასწორი. აიღეთ მთელი მედიცინა, სიკვდილობა მთელ მედიცინაში და საპირწონეთ შეიძლება დაიდოს ონკოლოგია. რატო? ონკო დაავადებები ყველა ქსოვილის არსებობს, რომელიც არსებობს ადამიანის ორგანიზმში. დაწყებული თმის ბოლქვიდან დამთავრებული ფეხის ფრჩხილით. მაგრამ მე მინდა დავუბრუნდე ისევ ბატონი დავითის ციტატა, სადაც ჟღერდება ძირითადი პრობლემატიკა ონკოლოგიური დაავადებების მართვის. თუ კი ამდენი თქვა დადებითი შეფასება გაჟღერდა ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიმართ, მინდა აღნიშნო, რომ ის ეფუძნება არა თვით შემოქმედებას, თქვა ქართულ სტანდარტს, არამედ იმ ჩარჩერს, რომელიც იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოწოდებული, იგივე შეერთებული შტატების კიბოს ეროვნული ცენტრის სტრატეგიული დაგეგმარების ინსტრუმენტზე არის აგებული ეს დოკუმენტი. ამიტომ არის ყოვლისმომცველი, ამიტომ არის თანმიმდევრული და მოიცავს ყველა იმ ასპექტს, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული ონკოლოგიაში. სწორედ იგივე სტანდარტზე გვინდა ავაწყოთ ხარისხის მართვის მექანიზმები, რომელიც არა მხოლოდ დაგვიდასტურებს, რომ პეცი გვაქვს საქართველოში, არამედ ზუსტად გვეცოდინება, რა შედეგებს აღწევთ თითეული დიაგნოსტიკური საშუალებებით. ის, რაც დაიწყო ქვეყანა, მუშაობს, ეტაპობრივი გაუმჯობესება გვაქვს, მაგრამ ჩვენ შორს ვართ იმ შესაბამისი სტანდარტებისა, რომელსაც პრეტენზიაც გვაქვს და გვინდა რომ მიუახლოვდეთ იგივე დასავლეთ ევროპის და შეერთებული შტატების მაგალითს. გიორგი, მე თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მოხდეს ეს? როგორ შეიძლება დაუახლოვდეთ აი იმ სტანდარტებს, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ? საქმე იმაში გახლავთ, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრი ესეთი კერძო კლინიკა გაიხსნა, რომლებიც დღემდე კურირებენ ამ კერძო მიმართულებებს და ამ კერძო სექტორს გარკვეულწილად როლი რა თქმა უნდა მიუძღვის ონკოქირურგიის განვითარებაში. მაგრამ გარკვეულწილად ამ კლინიკების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის მულტიპროფილური ტიპის დაწესებულება. რის გამოც სამედიცინო მოსახურეობის ხარისხის სრულყოფილი მიღება გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღესდღეობით არსებობს, ჩემის აზრით, ეს არის ქვეყანაში სრულყოფილად აღჭურვილი მულტიპროფილური ცენტრების დეფიციტი. ყველა დეფიციტი. როგორ არა, მაგრამ ჩვენ ამ თემაზე ვიკამათებთ სარეკლამო ჭრის მერე ზუსტად ერთ წუთში.